მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ნახეთ რომელი საათია ვისკების მიმოხილვის დროა და კარგ დროს ჩართეთ ზუსტად აეხოთ დააჭირეთ, არც ფიქრობ დასკიფვა, იმიტომ რომ ორი საინტერესო, არ ვიცი საინტერესო იქნება თუ არა, მაგრამ უნდა მიმოვიხილოთ. თქვენ ხართ ვისკის მოყვარულთა კლუბში, უყურებთ ვისკის მოყვარულთა კლუბის YouTube channel-ს, რაღაც პირდაპირ ეთერში ვარ მე მგონი. ლევან ჭედია, მე დავით აველიჯანა. დღეს განვიხილავთ ორ blends. ორ blends, ერთ და იგივე blends, ოღონდ ერთ 15 წლიანს, მეორეს 18 წლიანს. დიახ. დევარსი და ეს ორივე არის duty free ვერსია, ხო? ლიტრიანი ბოთლები რკინის ყუთებში, ახლა უკვე blendები, რამდენი დახარჯეს? კარდონის ყუთში გადაიტანეს. გადაიტანეს, ეს ძველებია, ძველი ვერსია. ზუსტად იგივე ზომა, იგივე ფორმა, ფერი, ოღონდ კარდონია რკინის მაგივრად. ნახეთ, კარგად მძიმე რკინა არის რა და ეს თავსახურიც მძიმეა, ხო შენთან ნახე? ეს რაღაცა ორმაგი სქელი, ზუსტად ერთნაირი ის არის, ნახე? აი ესეც ამოვიღოთ ბარე. თავსახური ნახე ამაზე მეტი დახარჯეს. ხო, ეს სერიოზული თავსახურია. როგორ არის? აი. ნახე ისა აქ, აი ესეც მძიმეა, ცოტა. კი, ცოტა კი, აი მძიმეა, ნახე, ისა აქ. ხო. თქვენ არც მაქენა ხედავთ თუ არა, მაგრამ ამაშიც დაუხარჯია. სიგნეტი გამახსენდა. რა ვიცი, ხო, რაღაცა სერიოზული ის უნდა დათატყობა გაეკეთებინათ ამ ბლენდისგან და ესეც მძიმე ნახე, აი მძიმე ყუთია, ქვემოთ კიდე ჩაფენილი აქ ძირში. რაღაცა, მოკლედ ყუთზე ბლომად დახარჯეს, რომ რაღაცა ესეთი სეგმენტის პრემიალური სეგმენტის ვისკები მიეღოთ ბლენდის სახით John Dewars and Sons-მა. ხო, რომელიც John Dewars and Sons ეკუთვნოდა ძალიან დიდი ხანი Diageo's და 2003 წელს მიყიდა ბაკარდის და დღეს უკვე ბაკარდის ეკუთვნის. ხოლო თვითონ John Dewars and Sons კომპანიას ეკუთვნის რამდენიმე საინტერესო single malt-ი. ჩავხედო კომპონენტები, ანუ რო გითხრათ, ეხა ზეპირად რო არ შემშლოდა, ამიტომ მაგე ჩავხედავ და გეტყვით. Aberfeldy, Royal Bracla, Kregalaki, Oltmori, Macduffy. არის გარეული. 18-იანზე ეს ყველაფერი მითითებულია, 15-იანზე მარტო Aberfeldy-ია მითითებული, მაგრამ ეგრე არ იქნება, რა თქმა უნდა. ისტორიას მოვყვეთ მოდი ერთი ორი წლით. 1846 წელს დაარსდა მე-19 საუკუნის ზუსტად შუაში დევარსის ბრენდი, ჯონ დევარსი და თვითონ ჯონ დევარსმა დაარსა. გაგიკვირდება ეს რა ხომ ხომ. ხო. და როგორც ყველა ბლენდის ისტორია, ხო, დას. როგორც ყველა ბლენდის ისტორია, დევარსის ისტორიაც მოკლედ ამერიკაში იწყება, რომ აი ამერიკაში გაიქაჩა მოკლედ ეს ბლენდი რა და როგორ გაიქაჩა ახლა 1891 წელს ამერიკის პრეზიდენტი გახდა ჯეიმს გარფილდი. აიგია ჯეიმს გარფილდი. გამიგია კი. ხო. გახდა ჯეიმს გარფილდი და არ ვიცი როგორ ჩააწყო ამ დევარსის ხალხმა, მაგრამ ინაუგურაციაზე დასალევად იყო დევარსი. ხო. ეს რო გახმოურდა, რომ ინაუგურაციაზე პრეზიდენტის დევარსი ისმეოდა, მოკლედ მთელმა ამერიკამ დაიწყო ამ დევარსის გასინჯვა. და ეს არ იკმარა დევარსმა და 8 წლის შემდეგ, ანუ ორჯერ მოიგო ზედმეტ ამერიკის არჩევნები ამ ჯერმა გარფილდმა და 8 წლის შემდეგ შემდეგი პრეზიდენტი იყო ბენჯამინ ჰარისონი. გაიგიო ბენჯამინ ჰარისონი? არა, ბენჯამინ ფრანკლინების ჰარისონი არ მოხდა. მე პირველად გავიგე. ინაუგურაციაზე უკვე დასალევად ვეღარ შეიტანეს, მაგრამ უზარმაზარი ბოთლით გაუგზავნეს ეს დევარსი საჩუქრად პრეზიდენტობა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში რომ გაიმარჯვა ამ ჰარისონმა. და კიდე მესამე ისტორია აქვს 1913 წლით თარიღდება ეს საინტერესო ისტორია. ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ძალიან დიდ ტბაში, რომლის სახელიც გამოვიწყდა, 1913 წელს აღმოაჩინეს ჩაძირული იტალიური მიჩიგანისკენ აი ტბებია ბევრი, სამ იქნებოდა. ამერიკაში არა, ჩრდილოეთ ამერიკაში და შეიძლება კანადაში იყო, არ ვიცი. ხო, ოკეი. ხო, აღმოჩინეს იტალიური ნახევრად კატერი, ნახევრად გემი ჩაძირული სახელად რეჯინა. და ამ რეჯინაზე იყო დატვირთული რამდენიმე ყუთი, აი ის ინაუგურაციაზე რო ისმეოდა იმ დროინდელი დევარსი, სადღაც 30-35 წლის წინანდელი გამოდის. ხო, იმ დროს 1913 წელს უკვე 34 წლის წინანდელი დევარსი, რომელიც იმ დროისთვის სასწავლო თანხმად გაიყიდა აუქციონზე. დღეს რომ მილიონად გაყიდულიყო, ალბათ ეგეთ ვარიანტში რა. ხო. ეგ არის მოკლედ აი მაგის მერე დევარსი იღებდა ამ ოქროს მედლებს ამერიკაში, სხვადასხვა შეჯიბრებებში, სხვადასხვა დეგუსტაციებში და ასე შემდეგ და ნუ მოკლედ დღემდე ამ დისტილერებს აერთიანებს, რაც მე ჩამოთვალე, ხო, რაღაც ფორმით. თუ უბრალოდ სპირდებს იღებს იმათგან. აერთიანებს საგულისხმობ. ანუ მათ მიმსიქოლგის ქვეშ არის, ასე თქვა. კი, ეკუთვნის. ხო, მაგას ვამბ აერთიანებს, ხო. ემაში ხო. ეს 5 დისტილერი. მომწონს ესე იგი, ნახე, ისა რა ქვია. თქვათ აი მე და ლევანმა რომ დავაარსოთ და ხვალ დავარეგისტრირებთ კომპანიას ლევან ენდველიჯანა და რა თქმა უნდა ვიყიდით მაშინვე დისტილერიებს, როგორიცაა მაგალითად ჩამოყვებით რა იქიდან ლაფროიგი, ბოუმორი, ლაგავულინი, ბრუხლადი
ერთი კიდე ვიყიდოთ რამე, ქულილა. აი მე ვიყიდი და იმის მაგივრად რომ ამ არაჩვეულებრივ სიმპათიურ და პატიოსან დისტილერიების მივცეთ უფლება რომ წესიერი ვისკი როგორც შეუძლიათ რომ აწარმოონ, ამის მაგივრად ავდგებით და სპირტებს წავართმევ და გავბლენდავთ და ეგეთ რაღაცა დაუმატე გრეინებს დაუმატეთ კიდე რა კიდე გაანებეთ თავი აკეთებენ ვისკის. ნახე ხურობით. სამი მთავარი медали არის ამოწიფრული დევარსის უკანა ბოთლის უკანა ნაწილზე და სამივე არის წლები აწერიათ და სამივე არის აი იმ პერიოდის ინაუგურაციაზე რომ დაილია ეს დევარსი. ლონდონი 1888, პარიზი 89 და ედინბურგი 86, 1800 სულ ყველა. ანუ ეტიკეტების დიზაინი ძველმოდურად კარგია, მომწონს მე ეგეთები. ნახეთ ეს საინტერესო რაღაცა აღმოვაჩინე. ამ ბოთლს აქედან აქვს სტიკერი მიკროლი. აქედან ეტიკეტი არ არის, ეს სტიკერია, რომელსაც დაწერია ერთიანი. ვინც პირველი გამოიცნობს ეს რა სტიკერია, კაცმა არის, რას ნიშნავს ეს ერთიანი? წარმოებელმა გააკეთა, თუ სხვამ გააკეთა, კაცმა არის, არა, მე ვიცი, მაგრამ ლებანმაც იცის სავარაუდოდ. ვინც პირველი გამოიცნობს ეს რას ნიშნავს ეს სტიკერი და ერთიანი, კომენტარებში დაწერეთ პასუხი და რას მოხდება გაგაუცებთ. ხო, პრიზი არ მაგ დამით, რას მოხდება გაგაუცებთ. კაი, დავიწყოთ. დავიწყოთ ხო შევადაროთ, აბა რავი, ერთნაირად არაფერი, კასრებზე ბლენდები არ გვაძლევენ ხოლმე ინფორმაციას რა. 15-იანზე ვიცი სადღაც ეწერა რომ ბურბონებიც არის, ხერესებიც არის. მთავარი არ გვითქვამს. აქ რო აწერია ორივე ყუთს დიდის ამბით. კასრები, ეს არა ქვია. არა, კასრები, ხო კასრებზე არ გვეუბნება შერეული. არა, როგორ ძველდება ეს ხო, ანუ double aged for extra smoothness. ანუ double age არის, ნახე, აი აქ უწერიათ, ლამაზ ნახატის გაუკეთეს თვალსაჩინოებისთვის. We blend, we age again. ანუ აძველებენ სპირტებს, მე master distillery გვარი აღარ მახსოვს მაკლეონი მე მგონი აერთებს, blends აკეთებს და ამ გაკეთებულ blends კიდე უშვებენ კასრში. ხო. და კიდე ერთხელ აძველებენ. აი ეს არის მათი ხელწერა, ასე ვთქვათ, და ამით მოაქვს ძალიანაც თავი. ორივე დავიწყოთ. ხო, 15-იან დავიწყოთ, ორივე 40 გრადუსია, რა თქმა უნდა. ხო, საშუალო ფასებია, ხო, duty free-ში დღემდე იყიდება ესენი შეფუთვა შეიცვალა, როგორც ლევანიაოს, მაგრამ ძველი შეფუთვით მე თვალი მოვკარი. ეხლა ხალ მოვკარი. ხო. კი, აი ამ რკინის შეფუთვებით რა. ჯერ კიდე შემორჩენილი არის ეთყობა, არ ვიცი. და სადღაც 55-მდე თქვი, ხო, ამის ფასი 55 ევრომდე, სადღაც 80-მდე არის ამის ფასი და ბარემ შევადაროთ და ვნახოთ ბლენდის მოყვარულებისთვის მაინც თუ იქნება ესეთი საინტერესო ვისკი. ნიავი ძალიან ისა 40 გრადუსია ორივე, ხო? ხო არ მეშლება და 40-ია და აი 40 გრადუსის პრობლემა წარმოიშვა ეგრევე. ძალიან ზოგია. მომჟაოა ციტრუსები აქ, კარგად მოდის ციტრუსები. აქვს ცოტა რაღაცა თამბაქო იგრძნობა. კი, კარგად იგრძნობა თამბაქო და ჩაი. ჩაიც არის კი. ჩაიში მაშინ ნახე. იცი როგორ ჩაი დასვლებულს უდასუნო მე რო შრება და ბოლომდე გამშრალი რო არ არის სველი ჩაი უკვე რო გამოუვა ეს ფერი ხო პაკეტს ხო ან თუ დააყენებ რო გადმოასხამ და თვითონ სველი ჩაი რო რჩება და მაშინ ჩაყუწყვირი ხოდა კაი სუნი აქვს მშრალი რაღაცნაირი სუნი ეგ არის ციტრუსი არის ლიმონი პორტოხალი არის ცოტა პორტოხლის ცედრა და რაღაცები და ნელა უფრო შორს მიდის ეს ყველაფერი ცხირი რო ეჩვევა ახალი არაფერი აღარ მოდის და ესენი შორს მიდის და რაღაცნაირი ვანილიც არის, მაგრამ ხერესის გავლენა რო თქვა ეხა ისა არაფერი ისეთი სიმწარე არის რა, სიმწარე არის გრეინისგან, რა თქმა უნდა. ოდნავ, ძალიან ოდნავ, იცი არ შემაწუხებდა რა. სასიამოვნო ცხვირია, კაი ძალიან ლაითი და მსუბუქი და ესეთი საგაზაფხულო, ესეთი ვისკის მოყვარულებისთვის კარგი ცხვირია ეხა ესა. ცუდი არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანია და ძალიან უსხეულო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სასიამოვნო, მაგრამ ძალიან გაწყალებულია. ისე რა ვისკებით შედის პრინციპში აბსოლუტურად ამას ეგეთი ვისკებია პრინციპში. 15-იან საწერია აბერფელდი მარტო, ხო და აბერფელდი ზუსტად ეგეთი ვისკია. კი, აბერფელდი ზუსტად ეგეთი ვისკია, კი. ძალიან მსუბუქი, ძალიან ისეთი ხილის, აი ვაშლი და რაღაცა ცოტა ციტრუსებით, ხო, ცოტა თაფლი, აქაც არის თაფლი. აბერფელდის. აქაც არის თაფლი ცოტა. კაი მიქსი არ არის ცუდი, აბა მოდი ხმე მეორე ნახოთ აბა რა გამოვამთვალე. 18 წლიანი, იგივე ოღონდ 18 წლიანი. 18 წლიანი ცოტა დიდი ხანია გახსნილია უფრო რა, ერთი თვით უფრო მეტი ხნით გახსნილი არის ალბათ, თუ მეტით არა, ერთი ორი თვით. აქაც იგივე პრობლემაა ვაფშე. აქ უფრო შორსაა ყველაფერი. კიდევ უფრო შორს არის, ხო? შეიძლება დიდი ხნის გახსნილი ვარ, კიდევ უფრო განიავდა. მაგრამ უფრო რაღაცა დახვეწილია უფრო. ჩამჯდარია უფრო. ჩამჯდარია, ხო, მაგრამ შორს არის, უფრო ლაითია. ხო. კიდევ უფრო ლაითია თორე. აქ მეტი არის, ისა რა ქვია, ჩაი და ხე. ხო. ხის სუნი აქ არის უკვე რა, შეიძლება წლება მოიტანა, არ ვიცი აზერა რა. და პროფილი იგივე არ არის ხა ესა. ანუ აი 80% იგივე არ არის. ანუ იგივე უკან არის. იგივე არ არის კი არა.
არაფერი არ არის ამაში საერთოდ. ძალიან შორს არის. უშორს არის. აი ახლა მოიწევნა ორივეს. აი ნახე, აქ გაცილებით მზაფრათაა ყველაფერი. აქ სიმჟავია მეტი, აქ მეტი სიტყვაა. ნახე უკანალე, მაგრამ განირჩევა სიტყვა. მართალია. აქ სიმჟავე და ციტრუსი მეტია და აქ ციტრუსი წავიდა ცოტა უკან და ცოტა სიტყვები წამოვიდა და რის სიტყვებია შევეცდები გავარკვიო და ძალიან ვიწვალებ მაგის გარკვევაზე, იმიტომ რომ იმდენ შორს არის რომ წარმოუდგენელი ამის გარკვევა. აქაც მე მგონი ციტრუსი on დამტკბარი ჩამწიფებული ტკბილი ფორთოხლები რო ახლა გადამწიფებული მანდარინი რაღაც იტალიური ფორთოხლები რო რაღაცა. ხო, აი მის სიტყვა უფროა და არა თქვა რაღაც ხელესული ქიშმიშების დემის იმ ნაკლებად რა. აი, გავსინჯოთ? გავსინჯოთ ხო რავი, არც ერთი არ ვქნი ამ ვერსია. აი, აბა 15. დავიდა 15. თაფლი? სიმწარე რატოა? სიმწარე, ხოლმე ახლა გრეინია რა. გრეინი ურევია და მაგის ბრალია. მაგრამ თაფლი არის, პირველი თაფლი მოხდა. ეგრევე თაფლი მას მეტი აფერმის. თაფლი და ის სიმწარეც მარტო თაფლის სიმწარე კი არა, წარეთაფლეთ ხო არა, წაფლის. იმის სიმწარეს კიდე არ იტყვის, მაგრამ აი შენი აღმოჩენილი ის შედარება მოწონს ძალიან რა და სულ ყველგან მეორე ხოლმე. ვაშლის კუკის გაგმეტვა. აი ეს სიმწარეა რა. წამლის სიმწარე დატოვა. ცოტა ეს სპარკლინგ შუშხუნა ეფექტი. ეს გადაყვაპიდან ცოტა ხანი ძალიან. ეხლა არა, ეხლა სიმწარე მაგ მარტო. სკვირზე უფრო საინტერესო იყო ვიდრე გემოზე. გემოზე გრეინი ძალიან წინ წამოვიდა და აბერფელდი გადაფარა. აა ფერები. აბა 18 წლიანი. რომელშიც ვისკი ბეიზზე წერია რომ ყველა ვისკი შედის. და არა მარტო აბერფელდი. ჩამოთვლილია, ძალიან ჩამოთვალე ყველა შედის, ხო? ოჰო. ნაკლები სიმწარეა, მაგრამ იგივე. და მეტი სიტყვა. აი ეს ძალიან შორს იყო სიტყვა რომ ამბობდით. ხო, ეხლა გემოზე კარგად წამოვიდა იგივე. გემოზე უფრო თაფლის სიტყვა რა სიტყვა რა სხვა. უხარესო თაფლის სიტყვა რა. ცოტა უფრო ბიჭო ზუსტად იგივე სიმწარეა ამასაც. ზუსტად იგივე სახის სიმწარე დატოვა ეხლა აი. ხო და მე მგონი ორივე არის ზუსტად ერთ და იგივე ვისკი, უბრალოდ 3 წელი დიდხანსაა ეს კასში. არაფერი სამაწელმა იმან არ უშველა ხო. ხო, ნუ ხო რაღაც კასში ჩაათქიშინეს, ეტყობა მენეჯერ ნახმარ კასში და გააჩერეს კიდე უბრალოდ 3 წელი რა. ხო რა, ანუ სადღაც 30 ევროა ხო ამ შორის სხვაობა ეხლა და გემოში 30 ეურო არ არის ხო? არა, საერთოდ აი საერთოდ სულ ერთია რომ დამალევინებ რა. აი საერთოდ სულ ერთია. ნუ კაი რა ხანუ ვიცი ბლაინდზე რომ დამისხო ერთ მიხვდა, არა ეხლა უკვე მიხვდი მე ამ წამს, იმიტომ რომ ეხლა შევიგრძენი. მაგრამ აი ესე ზოგადად ბლაინდზე რომ დამისხო არც გავარჩევ. საერთოდ აი სულ ერთია. ერთი რომ დამისხა და მე მეორე რომელი გინდაო რა, სულ ერთია მეთქი, კაიგეთია რა. ორივე. და რა ის 55 ევრო და 80 ევრო. არ მე მაბაპიეთ ახლა რელის მოყვარულია. აი ეს ციტრიანია. მაინც რა. მიაწექით რა single malt ხალხო არ გინდა ეს ბლენდები რა ვიცი მე რა. რა არის ეს ბლენდები რა და ერთი ჩივასი იყო 26-იანი ხო, მაგრამ ის იმის დანფასი აქვს. 38-იანი. 38 წლიანი, მე გასინჯული მაქვს. რა სულ მაგას კითხულობ გასინჯული. მართლა. არა ერთხელ ვიკითხე. რა თქმა უნდა არ ვიცი. სხვადასხვა ამას წინ დავli, ის არ მქონდა გამოტოვებული მქონდა რეინჯში 21-იანი Royal Salt-ი. მეგობართან რა და ძალიან საკაიფო იყო. აი კარგი ბევრი მენთოლი მქონდა და ძალიან გაწონასწორებული ვისკი იყო რა. შევასი ყველაზე სუსტი გახსოვს რამდენი წლიანი იყო ჩვენ რო გავსინჯეთ? 25. 25 წლიანი არის. 25 წლიანი ხო, ჩვენი მეგობრის ვთქვათ, ვისი დაბადების დღეზე რო გავსინჯეთ. თქვი. მოვიკითხავ, აი არ ვიტყვი, არ ვიცი უნდა თუ არა. ხო. მე თვითონ ხომ მიხვდა. ხო და კაი, ნუ შევასზე გადავედი. მე ნაკლებად სუსტი იყო, ხო, მაგრამ 21-იანი კარგი იყო, ცუდი არის. 21-იანი 18-ის კაი იყო. არა, ბლენდერს ვიხსენებ, უბრალოდ აი ბლენდის კონცეფციის გამართლებას ვეძებ და ვერა რა, ვერა. აი single malt-ში კი ბატონო ხანისია, ხან რაღაც უწუნებ, ხან რაღაცა ხასიათი ამ ბლენდერს რაღაცა ერთმანეთს ვერ მიიღებ გრეინის გარევით უკეთეს ბლენდს, ვიდრე შეგნით ასხამ single malt-ს. ანუ ის single malt-ი ყოველთვის აჯობებს blends და თუ ურევ grains იმისთვის რომ single malt-ი მოგებაში დაგრჩეს, ან ზედმეტობაში დაგრჩეს, მაშინ blend-ის ფასიც უნდა იყოს გაცილებით დაბალი, ვიდრე იმ single malt-ის და ეს ზვირებს. ხო, რავი, თუ ძალიან გინდა blend-ების გასინჯვა, გასინჯეთ, მაგრამ 50 ევროს და 80 ევრომდე 75-საც, 70-საც კი მე არ გირჩევდით, მე პირადად ლევანი არ ვიცი რა თქვის. აი ხوارი ხოლმე რომ ოკეი ვიტყვი რომ თუ ძალიან გინდათ, მაგრამ აი პირდაპირ ვამბობ რა, გადაჭრით რომ არ გირჩევთ. ამ ფულის დახარჯვას ამაში არ გირჩევთ, თორე ვინმე თუ გეტყვით გაჩუქო? კი თქო უთხარით, რა ვიცი ხა მაგამ ბავშვი რა. არის რამდენ ვისკის იყიდი 70 ლარა წარმოიდგინე არაჩვეულებრივი ვისკებს, ნუ აი წარმოუდგენელია ხა იმის გამო 18 წელი და 15 წელი გაჩერდა, გააძვირდა და არაფერი გემო არ მივიღეთ, იმიტომ რომ
დაატყლაპეს, დაასხეს, რაღაცა ათქვიფეს და მე კიდე რაღაცაში გააჩერეს და 40 გრადუსამდე კიდე წყალი დაასხეს და ჩამოიყვანეს ქვემოთ. კარგი რა. და 80 ეურო 18 წელი ეს ხა. აი დარდით კი 25 წელი ეს ხა თუ გინდა არ ვარ გადა. ვიჩხუბე. ხო რაღაც. არა უშავს. რა ვქნა ხო? ხო და იცოდეთ, ჩვენ აქ ამისთვის, იმიტომ წვალობ, ჩვენ ხა ეს ჩვენ შრომობ, წვალობთ ხა. თქვენ გონით გვინდა დალევა? განაქვსიამოვნებს. განაქვსიამოვნებს, წვალობთ, რომ ისა, ჩვენ კისერზე ავიღოთ საშინელი დარტყმები და თქვენ გადაგარჩინოთ 80 ევროს დახარჯვას. ხო. რაი. მადლობა, რომ ხარს გვიჭერთ, ძალიან გვიყვარხართ ზღვა. გამოიწერეთ არხი, გაწევრეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი. ამას გადავასხავ ერთმანეთს, ერთ ბოთლში, ერთ ბოთლის ადგილს დაიკავებს, მაინც ურერთია.